ამინ. სახელითა მამისა და ძისისა და წმინდისა. ამინ. გილოცავთ ყოველთა წმინდათა ხსენებას, გუში წინ რაღაცნაირად არ დამეწინა და მთელი ღამე ფიქრობდი, რა ბედნიერი ხალხი ვარ ძმანო და დანო, ცხოვრობ რა ქალაქში, რა წმინდა ქალაქში. წარმოიდგინეთ ქალაქს, რომელსაც ყავს ერთ დღეში 100,000 მოწამე. ქალაქს, რომელსაც ყავს იოანე მანგლელი, მე-18 საუკუნის მღვდელმთავარი, სიონში განისვენებს მის საფლავით არის, რომელიც იყო სასწაულთ მოქმედი. ისეთი დონის სასწაულთ მოქმედი იყო, რომ წირვაზე მღვდელმთავარი დაგვირებული ხარ წმინდა უღმრთოს შემდეგ იღებს ჯვარს და ეს ჯვარი თვითონ აღამაღლდებოდა ხოლმე ჰაერში, ღვთის სასწაული ხდებოდა და იღებდა ჰაერში მღვდელმთავარი. წარმოიდგინეთ, აქ არის ევდემოს კათალიკოსი, ანჩისხატში დასაფლავებული უდიდესი წმინდანი მღვდელმთავარი. სიონში ასევე არის წმინდა ამბროსი ხელაია, წმინდა კირიონი, გესმით თქვენ, ჩემო ძვირფასებო რა ხდება? ასევე შუშანიკია მეტეხის ტაძარში დასვენებული შუშანიკი. იქვე არის ნაწამები აბოთბილელი. ნუ აი ხანდახან რო ვფიქრობ, ვერ მოვიდა როგორ ვერ ვაფასებ ჩვენ ქალაქს. მაგრამ მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მანამდე ესენი არ არიან შერაცხული წმინდანებად, მაგრამ ალბათ მოხდება ეს დროც მოვა, რომ შერაცხავენ, იმიტომ რომ არაფერი არ უდგას წინ. ესე იგი, ბუღა თურქი მე-9 საუკუნეში შემოესია საქართველოს, თბილის ალყა დაარტყა და შესთავაზა მუსულმანების მიღება, როგორც იქ შესთავაზეს, რომ ფეხი დაადგითო ხატებს, აქ ცოტა სხვანაირი შეთავაზება იყო. მიიღეთ მუსლიმანობაო, ისლამი მიიღეთო და საერთოდ უნებელი იქნებითო. 50,000-მა თბილისელმა მაშინ ამდენი ცხოვრობდა. თბილისში უარი განაცხადეს და ამის გამო დააკლეს და აწამეს ჩვილები, ბაბუები, დებიები, დედები, ქალები და 50,000 მოწამე ყავს მანამდე, სანამ 100,000 თბილისელი მოწამე იქნებოდა თბილისს მე-9 საუკუნის. წარმოიდგინე ეს ყველაფერი დავწონო. თან დაარსებულია ჩვენი ქალაქი ვახტანგ გორგასალის მიერ, უდიდესი წმინდანის მიერ. არა მარტო წმინდანის მიერ, არამედ ასე ვთქვათ, მსოფლიოში იგი ცნობილია როგორც ლეგენდარული მეფე. იმიტომ რომ კაცი, რომელიც გაწვდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი სპარსეთის მხედართმთავრობის მთავარი იყო სპარსეთის იგი, წარმოიდგინეთ და მან ააცილა დიდი ომი ბიზანტიას და გადაისროლა ინდოეთისაკენ. იქაც იბრძოდა და იმდენად დიდი პიროვნება იყო და იმდენად მოქმედი და რაღაცნაირად აი ცოცხალი რაღაცნაირი პიროვნება იყო, აი როგორც პავლე. რელიგიაში ესევე იყო მეფობაში ეს საოცარი ადამიანი და აი ხო არის ესეთი ხალხური ლექსი ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესვა რეკა, იალბუზე ფეხი დადგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა. ესე იგი, იყო აი აქ ამ ლექსში ჩანს რა მოძრავი კაცი იყო, მოძრავი ხა სპორტული მოძრავი კი არა, უბრალოდ კი არ მოძრავდა. ქრისტესთვის, საქართველოსთვის, მართლმადიდებლობისთვის მოძრავი და მებრძოლი კაცი. და ეს კაცი ასვენია სულ აქვე, სვეცხოველში რამ გაყო მცხეთა და თბილისი წარმოიდგინე. ეხლა მცხეთის სიწმინდეები და ეს ყველაფერი რო გავიაზრო ჩემო ძვირფასებო, 60-ში ვცხოვრობ უბრალოდ. რაღაც საოცრება, ამდენი წმინდანი, ბევრი გამორჩა, თულინი გამორჩა შიოვეძისელი, აი ამ უბნის წმინდანი ყავს 19 საუკუნის შიო ვეძისელი, რომელიც ლეკებმა აწამეს მე-19 საუკუნეში და აი ამ ფიქრებში ვიყავი და რაღაც უდიდეს სიხარულში ვიყავი, ჩემო ძვირფასებო.
მე რამდენი წმინდანი გქოს, ხო? ჯერ წმინდა ნინოს ცხოვრება და სასწაულია მარტო ადგილობრივი არ არის. თქვენ იცით როგორ უყვართ იგი სერბეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, რუსეთში, უკრაინაში, წმინდა ნინო ამერიკაში ძალიან პოპულარულია, ხა ამერიკის ყველა ტაძარი, ამერიკის მართლმადიდებელი ტაძრის კედელზე მოხატულია წმინდა ნინო. როგორი 13 ასურელი მამა, 13-ვე სასწაული ჩემო ძვირფასო, 13-ვე სასწაული. და მე პლატონ იოსელიანთან წამიკითხე ესეთი რამ და მე მინდოდა მომეძიეს ყველაფერი, მაგრამ ვეღარ მოვახერხე იქნებ აწი მოვახერხო და გამოვიძიო პლატონ იოსელიანი ამბობს, რომ მახათას მთაზე რო ტაძარია რაღაც იმ მიდამოებში, ის ელიას მთას ეძახიან, ხო? იქ ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოდიოდა და რომელიღაც საუკუნეში შეწყდა. ხოლო შიომღვიმის ტაძარში მე-17 საუკუნის ბოლოს შეწყდა და მანამდე ამოდიოდა ძვლის ნაწილები. თავისი სასწაული ხდებოდა ყველიერის ხუთშაბათს. ასევე ჩვენ მოვილოცეთ თუ გახსოვთ თადეო სტეფანწმინდელი და იქაც იგივე ხდებოდა. ხედავთ გესმით მე რა სასწაულები ხდებოდა? აღარაფერს ვამბობ რა მოხდა აბოთბილელის დროს თბილისი იყო განათებული ღვთაებრივი მადლი. ასევე უდიდესი შუშანიკის წამების დროს დემეტრე მეორის დროს განათებული იყო მის წმინდა ნაწილებს დაადგა ნათელი აბოთბილელი თქვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ქეთევანი და ასე შემდეგ ჩემო ძვირფასო. სასწაული ჩემ მარტო ქალაქს უარ გავცინე. მე რა ხდება რომ გავიაზროთ აგერ ჩვენ ახლა დღეს გვინდოდა იმაში კარსაში წავსვლა ალახი იქნება ძალიან წუნდა და როგორც მე ვფიქრობ მე მგონი არჩილის მონასტერში წავალთ იქ გზა კარგია არჩილის მონასტერში სოფლიოში პირველი მოწამე მეფე სოფლიოში როგორც დასავლეთი ისე აღმოსავლეთისთვის გამიგეთ განყოფამდე იყო ესა და პირველი სოფლიო წმინდა მეფეა მოწამე და აი ამას ყველაფერს ვიაზრებ და რა ბედნიერებია ჩემო ძვირფასო მე ეს გრძელდებოდა ყოველთვის აგერ მე-19 საუკუნეში სასწაულთ მოქმედი მამები ყავდა დავითგარეჯში მე-18-ში ხო ახსენე აგერ ჩვენი იოანე მანგლელი მე-19 საუკუნეში მოწამეები არიან ლექთაგან წამებული და თელი მოწამეთას დაადგა ნათელი თელი კახეთი და ქართლი ერთი ღამე იყო განათებული წარმოიდგინე აი ასეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ჩვენ ვარდებული ვართ რომ ჯერ ჩვენ შევისწავლოთ, ჯერ ჩვენ გავიაზროთ, ჩვენ თაყვანისცეთ და სხვებსაც ვასწავლოთ და აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ეს ყველაფერი სკოლებში, უნივერსიტეტებში და ასე შემდეგ. მე ესე იგი ასევე მინდოდა დღეს ყოველთა წმინდათა ხსენება ნიკოლოზობა, სპირიდონობა, ნინოობა, არჩილობა, გიორგობა, ყველა წმინდანის ხსენება დღეს და ყველას გილოცავ და აი რომ ესე ვიაზრებდი და იქ კანას ისა აფხაზეთში ჩვენ ძირძველი მიწაწყალზე სიმოკანანელი, აჭარაში, მატათა 12 მოციქულთაგანი, ასევე ანდრია პირველწოდების უკადაგია, ასევე უკადაგია ბართლომეს არის ესეთი ცნობა, რომ სამხრეთ საქართველოში შემოვიდა, სომხეთში გადაგებდა საქართველოშიც შემოვიდა ნათანაელი, იგივე ბართლომე და არის კიდევ მონაცემები, რომ კიდევ 2 მოციქული გადაგებდა სამხრეთ საქართველოში. უდიდესი სიწმინდეები ახლა 13 ასურელი მამის ყველა საფლავი უდიდესი სიწმინდეა ჩემო ძვირფასო წმინდა ნინოს საფლავი წმინდა გიორგის როგორი თაყვანისცემა საქართველოში მოკლედ ბედნიერი ხალხი ვარ ჩემო ძვირფასო და მე მინდა ითხრათ რომ ბედნიერი ვარ ასევე წმინდათა თაყვანისცემი ერთი რო იტყვი რომ მოლაწმინდა ღვთისმშობელი აი ესე გვასწავლია ივანე ნათლისმცემელი მთავარ ანგელოზს და მე მოვყვებით ხო პეტრე პავლე 12-70 მოციქულო ვასილი დიდო გრიგოლ იოანე
ნიკოლოზ მილულუკისა, სპირიდონ ტრიფუნთელო, წმინდა უდიდო მოწამეო გიორგი და ზოგადად ვიტყვით ყოველ წმინდან მამები გვასწავლენ როგორც კი მორწმუნე ამას სიტყვის იმ წარსე ყველა ღვთისმშობლიდან, ანგელოზებიდან, წმინდანებიდან შენს გვერდიდან ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ ამას, მაგრამ რო იყოს ესე რომ გამოცხადდეს ჩვენს გვერდით, ჩვენ თავთან, ჩვენ ზემოთ დგანან აი ეს წმინდანები, ვისაც მოვიხსენებ, ვისაც ვიტყვით, ვისაც ვახსენებ, ისინი არიან ჩვენი დიდი მფარველები. წარმოიდგინეთ რა ბედნიერება. ამიტომ ყოველთვის მიმართოთ წმინდანებს და გავიაზროთ მიმართოთ და ისინი ჩვენთან იქნებიან. და დაგვეხმარებიან ყველა საკითხში, ყველა საქმეში, რასაც კი ჩვენ ვთხოვთ და თუ ის იქნება ჩვენი სულის სასარგებლო. ჩვენთან არის. დიდი ჯვარი გამოიტანეთ,